გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ჯაბა ზარქოა და თქვენ მყოფებით ჩემს YouTube გვერდზე. ეს არის პირველი ვიდეო ახალი პლეილისტიდან, ახალი ციკლიდან, რომელიც გადავწყვიტე, რომ პაციენტებისთვის გამეკეთებინა. გამოიწერეთ ეს არხიც თუ გასტროენტეროლოგიაზე გაინტერესებთ, ბევრ საინტერესო რაღაცებს მოგახსენებთ ხოლმე აქ რა. და გამოიწერეთ და თვალიადებთ ამ პლეილისტს რა, რომელსაც ერქმევა მავნელებელი ტრაქტატი. მავნელებელი ტრაქტატის პარაგლებში გავავრცელებთ ძალიან ბევრ საინტერესო გასტრო თემებს შევეხები და ეს იქნება ცალსახად ხაზგასმით აღარ ინფორმაცია მხოლოდ პაციენტებისათვის რა. აქ სხვა რაღაცა ძალიან ვეცდები რომ ძალიან მძიმე პროფესიული გასტროენტეროლოგიით არ დაგტვირთოთ და ძალიან ისეთი რა საყურადღებო საკითხები პაციენტისთვის საჭირო გზავნილები მოვიტანო თქვენთან. დღეს ვილაპარაკებთ პირველ ვიდეო გავწყვეტე ჩამეწერა რაც ამ სფეროს ძალიან საინტერესოს ხდის რა ძალიან უცნაური სფეროა და ვინც დაედევნებით ამ ვიდეოების ციკლს და ვინც დააკვირდებით თქვენთან დარწმუნდებით ამაში რა. ხელოვნურად გამოწვეული გასტროენტეროლოგიური დაავადებები. ძირითადი წყარო ჩემი იქნება, ჩემი ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი წიგნი გასტროენტეროლოგიის ბიბლია, სლესინჯერის ტექსტბუქი, რომლის მე 12 გამოცემა გამოვიდა, ძალიან ახალი 10 წლის მე მგონი, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის ჩემს ხელმისაწვდომი და ვისარგებლებ მე-11 გამოცემით რა. საქმე არის აქ ძალიან იმათ რა, ძალიან რთულად ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ერთი შეხედვით ახლა რა ისტორიასაც მოვყვებით, შეიძლება გამოვლინდეს რომ შეიძლება ვინმე გაფიქრებინოთ რომ პაციენტი იტყუება რა, მაგრამ ეს ასე არ არის. ანუ არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი, რაზე ვსაუბრობ, ხა რა ვახსნა. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი იგონებს დაავადებას. ანუ კი არ იგონებს ჩივილებს, ძალით იწვევს ჩივილებს, იმიტომ რომ დაამსგავსოს დაავადებას და მიიღოს ექიმების ყურადღება. ეს მიუთითებს ტკივილთან გამკლავების ერთ-ერთი მექანიზმია რა, რომელიც ძიმე მენტალურ პრობლემებზე მიუთითებს ხოლმე. და რომელიც მე ვლინდება ხოლმე ფიზიკური სიმპტომებით რა. აი აისბერგივით რო აღვიქვათ ეს მდგომარეობა, ხელოვნურად გამოწვეული გასტროენტეროლოგიური დაავადებები. გარედან ნახავთ შორიდან რო შევხედოთ, რა პაციენტს დიარეით რაღაცა სხვა სიმპტომები, დარღვეული ანალიზებით, შეიძლება ანემია კონდეს, ამ სხვა პრობლემები. მაგრამ სიღრმეში ამისა ის კი არ არდევს რაღაცა ნაწლავის ანთების დაავადება, კრონია, რა ვიცი, წყალიან კოლიტი თუ ცელიაკია. სიღრმეში დევს ემოციური ტრამვები და სხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, რომელმაც პაციენტი აიძულა ასეთ მისთვის ძალიან სახიფათო გზაზე დამდგარიყო და თავის ჯანმრთელობა სერიოზულად გაერისკა რა. მინდა რომ ერთ რამეს ხაზი გაუსვათ, როდესაც პაციენტი იგონებს სხვადასხვა დაავადებას და იწვევს ძალით ჩივილებს, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს ნეიროგასტროენტეროლოგიურ პრობლემებში. ტვინის და ნაწლავის დარღვეული ურთიერთობით მიმდინარე დაავადებები არის საკმაოდ დიდი ნაწილი გასტროენტეროლოგიის, ნეიროგასტროენტეროლოგია სწავლობს ამას. და ესენი არის ისეთ დაავადებები, როდესაც კომუნიკაცია ტვინს და ნაწლავის შორის ირღვევა და ვითარდება მთელი წყება ქრონიკული დაავადებებისა, რომლებიც ასე განკურნებადი ერთი კურნაობით არ არის, თუმცა მართვადია, ზოგჯერ რთულად მართვადია და ასე შემდეგ. გაზიან ნაწლავის სინდრომი ხა ერთ-ერთ მაგალითად მოვიყვანე, რომ უცებ გეცნოთ რა, რაზეა საუბარი. ეს სხვა თემაა. ანუ ეს არ არის იგივე, რაზეც ამ მოხსენებაში ვილაპარაკობ. ამ მოხსენებაში ვილაპარაკებთ და ვლაპარაკობთ ხელოვნურად გამოწვეულ დაავადებებზე. Factitious GI disorders, რაც ქვია რა. ანუ ხელოვნურად გამოწვეული რას მეხსით, როდესაც სიმპტომები ადამიანის ჩარევით არის გამოწვეული. გაღზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს დიარეა იმის გამო არ აქვს ადამიანს, რომ რაღაცა ძალით ღებულობს სამლებს, რომ დიარეა ჰქონდეს. დიარეა იმის გამო აქვს ადამიანს, რომ ტვინის და ნაწლავის კომუნიკაციაა დარღვეული და ამის გამო მისი ნაწლავი გადაადგილდება სწრაფად. და ხელოვნურად გამოწვეულ დაავადებებში ადამიანი იწვევს დიარეას, მაგალითად დიარეას, რა ხა ერთ-ერთი მაგალითად სვამს საფაღარათოს და იწვევს დიარეას და ექიმს არ ეუბნება რომ სვამს საფაღარათოს და ექიმი იკვლევს დიარეის მიზეზებს, კურნალობს, რა თქმა უნდა, უეფექტო და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო და სერიალი ისეთია რა. ჰაუშიც იყო მე მგონი ასეთი სიუჟეტი, თუ სწორად მახსოვს, რომელიღაც სერიაში რა. ძალიან საინტერესო ისეთ მენტალური დარღვევა, საინტერესო რა, საინტერესო კი არის, მაგრამ ძალიან მძიმეა რეალურად. ეხლა რო შევადაროთ ამ სამი რამის მოტივები, მინდა რომ შევადაროთ სიმულაციის,
ხელოვნურად გამოწვეული გასტროენტერული დაავადებების და ტვინ ნაწლავის დარღვეული ურთიერთობით მიმდინარე პრობლემების. მოდი შევადაროთ მოტივი რა არის და სიმპტომი როგორ წარმოიქმნება და ქმედება როგორია რა. ტვინის და ნაწლავის დარღვეული ურთიერთობით მიმდინარე დაავადებების დროს ქმედება არის უნებლიე. ანუ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტს ის ნებაზე არ არის დამოკიდებული მუცელი ეთქინება თუ ფაღარათი ექნება. ამას ის ვერ აკონტროლებს. ხელოვნურად გამოწვეული დაავადებების დროს ქმედება გამიზნულია. საფაღარათო წამალს სვამს იმისთვის, რომ დიარეა ჰქონდეს და მერე ექიმთან მივიდეს და გამოიკვლიოს. და როცა სიმულაციას აკეთებს პაციენტი, აქაც გამიზნულია. აკეთებს რაღაცას, თუნდაც იგივე საფაღარათო წამალს სვამს იმისთვის, რომ დიარეა ჰქონდეს, მივიდეს ექიმთან და იმ ექიმთან გამოიკვლიოს. უბრალოდ სიმულაცია და ხელოვნური მიზეზით ხელოვნურად გამოწვეული დაავადებები ერთმანეთისგან განსხვავდება მერე მოტივებით. ამას მივალთ იქამდე. სიმპტომები ამისი არის ბუნებრივად წარმოქმნილი, ტვინ ნაწლავის დარღვეული ურთიერთობით მიმდინარე დაავადებების დროს სიმპტომები თავის ბუნებრივად წარმოიქმნება, თავისი მექანიზმი აქვს IBS-ის დროს სიმპტომების წარმოქმნას რა, თავისი ფიზიოლოგიური, ფსიქოსოციალური, ბიოფსიქოსოციალური მოდელი არის ამ დაავადების სიმპტომების ასახსნელად რა მოწოდებული, რომ 4-ის მიერ რა, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სწავლობს ამას. და ხელოვნურად გამოწვეული დაავადებების დროს სიმპტომები ხელოვნურად არის ინდუცირებული, რაფერი ბუნებრივად არ წარმოიქმნება, ადამიანი იწვევს სიმპტომებს, ძალით იწვევს სიმპტომებს. ისევე როგორც სიმულაციის დროს. და ყველა საინტერესო რა, რაც არის მოტივები, თუნდაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის რანაირი მოტივი არ არსებობს, რომ პაციენტი ცუდად იყოს, ცუდად არის და მორჩა მოცემულობა. აქ მოტივი არის შინაგანი ემოციური განწყობა რა. ავადმყოფის როლის მორგება და ყურადღების მიღება. და სიმულაციის დროს ეს არ არის მოტივი, ყურადღების მიღება და როლის მორგება. იქ მოტივი არის რაიმე მატერიალური სარგებლის მიღება. რაღაცა სამსახურის გაცდენა, საპატიო მიზეზით. ფულის აღება, კომპენსაციის აღება და ასე შემდეგ. აი ამით განსხვავდება სიმულაცია და ხელოვნურად გამოწვეული დაავადებები. ეს factitious GI disorders რაც არის, ადამიანი იწვევს სხვადასხვა სიმპტომებს, რომ ექიმები მოტყუდნენ მერე იკვლიონ და უკურნალონ და მაგაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რო იყოს და სიმულაციის დროს სიმპტომებს იწვევს იმის გამო, რომ რაღაცა სარგებელი მიიღოს რა. ხა არის ძალიან უცნაურია რა თითქოს ერთ შეხედვით ხო ხა რომ წაიკითხავთ რატო შეიუვისრათ უნდა ხო ასე გაკეთება ასე რატო იქცევა ადამიანი მაგრამ ნუ ძალიან ძიმე შინაგანი ტანჯვა შეიძლება ედოს ამ ყველაფერს საფუძველად რა და ამტყობა ხშირად ამტყობას იფარება ხოლმე ამტყობის მიღმა ანუ გარეგნული ამტყობის მიღმა მალავს ხოლმე რაღაცებს ქმნის კონტროლის ილუზიას რომ მოვლენებზე კონტროლი აქვს თითქოს არის დახმარების მიღების ლეგიტიმურ გზას პოულობს თითქოს ამ დროს თავის პრობლემებისგან გარბის ამაზე ჩემს ზოგიერთ ფსიქიატრები ისაუბრებენ რა თქმა უნდა ხა ჩემი გასტროენტეროლოგი როგორ წოდა რომ მაინც მცირეა მაგრამ ეს ავადმყოფის როლის მორგება არის ცენტრი რა რაც რის გამოც ამას აკეთებენ ადამიანები სამწუხაროდ აქ ხედავთ ხა ჩივილებს რა რომლებიც შეიძლება ხელოვნურად ჩაულებრად ისე შეიძლება მოვტყუდეთ ნებისმიერ შეიძლება მეც მოვტყუებულ რა ერთხელ რა არ გამორიცხავ როგორც დაგიბარებიათ. ფაღარათი ხელოვნურად გამოწვეული. მოდის ადამიანი, ფაღარათი აქვს, აუხსნელი, ხშირი, აქვს ტუალეტში ხშირად გადის, წონასაც იკლებს ამის გამო. ამ დროს საფაღარათო საშუალებებს მოიხმარს. გადაჭარბებულად, მალულად. და ამის გამო შეიძლება დაიმარცხოს სერიოზული პრობლემები, თირკმლის პრობლემები შეექმნას ელექტროლიტები და უკვე ითეს და დეჰიდრაცია განუვითარდეს და ამ შემდეგ რა. მართლა შეიძლება კიდევ უფრო მეტი მძიმე ფიზიკური პრობლემები გამოიწვიოს. ხელოვნურად შეიძლება იწვევდეს ღებინებას, მოდის ღებინების გამოკვლევისთვის და ღებინებას ამ დროს აღმოჩნდა საკვებს არ უერღებულობს ვერაფერი და ამ დროს აღმოჩნდება რომ მექანიკურად იწვევს ან რაღაცა მედიკამენტებს სვამს იმისთვის რომ აღებინოს და ღებინება გამოიწვიოს. და ამ დროსაც საფრთხეა რეალური, რომ შეიძლება კბილის ემალი დაუზიანდეს, არითმია განუვითარდეს, კალიუმი დაკარგოს და ამ შემდეგ. სისხლდენები სისხლდენას კი შეიძლება ითამაშოს ადამიანმა სისხლდენის შავი განავალიც კი შეიძლება დალიოს სისხლი და განავალი გაუშავდეს რა საქონლის სისხლი დალიოს და განავალი გაუშავდეს რა და ექიმი იკვლევდეს შავ განავალს და ნიშნავს გასტროსკოპიებს რაღაც კოლონოსკოპი რაფერ სისხლდენა არ იყოს და უბრალოდ ამაშვებოდეს რა ადამიანი და ამიტომ შესაძლოა შედიოდეს მედიცინა სისხლიანი ღებინება და ეს ყველაფერი ანემია შეიძლება გაითამაშოს მაგალითად ძალიან ხშირია ხოლმე ამ პაციენტებში ვენების გადახსნა ძალით და სისხლის დაკარგვა. ამით ანემიის გამოწვევა რა. შარცსა და განავალში ხო რა შეიძლება ანალიზი იმას ხნას რა
რა ქვია და ანალიზში მოატყუოს ლაბორატორია სისხლის შეურიო სპეციალურად სინჯებში და ნუ აქ საფრთხე ხო რა ესეთია რა მძიმეა რა ხა სისხლი შეიძლება ან ზედმეტი დაკარგოს ან ზედმეტად გადაუსხან სისხლი და რაღაცა ცუდი მოხდეს შინაგან თვითდაზიანება შეიძლება მიიღენოს რა ადამიანმა აუხსნელი ტკივილი ჭრილობები რომელიც არ ხორცდება ამას ხედავს რა ინფექციები ემართება ხშირად და ამ დროს შეიძლება ყლაპავდეს უცხო საგნებს და მახვილ საგნებს და მექანიკურად თვითდაზიანებას იყენებდეს და ამით შეიძლება პერფორაციას დაემართოს შინაგანი ორგანოები გაუსკდეს და ინფექცია სეფსისით მორჩეს ეს ყველაფერი. ამ ფართო სპექტრი რა ის გააჩნია ხა ეს ორეთ ამ ხელოვნურად გათამაშება დაავადების შეიძლება იყოს სუბუქი ანცა ოდნავ აბუქებდეს რა ჩივილებს ადამიანი ყურადღების მიღების მიზნით რა როგორც აგერ ეს ქალბატონია რომელიც ამას აკეთებს შეიძლება იყოს მძიმე რა მძიმე მთავრდება ისტორიების სერიოზული გაყალბებით ანუ ადამიანი დადის კლინიკიდან კლინიკაში ქმნის თავის ისტორიას არარსებულს რა ატყუებს რავი ყველა ექიმს ვისთანაც კონტაქტი ქონია არის ყველაზე უკმაყოფილო რა თქმა უნდა ლანძღავს ყველას აქვს კონფლიქტიც ავარაუდოდ და ამ შემდეგ სერიოზული პრობლემაა რა ძალიან ანადგურებს ეს ადამიანის ცხოვრების ხარისხს ხა არის რაღაცა მინიშნებები რომელთაც შეიძლება მივხვდეთ კონსტატაციის დროს ხო არ გვაქვს გამოგონილ ხელოვნურად გამოწვეულ დაავადებასთან საქმე ნუ ზოგიერთ ანალიზებში ან გამოკვლევებში შეიძლება შევამჩნიოთ რომ საფაღარათოებს ხშირად ღებულობს რა ადამიანი რა შეიძლება საფაღარათოების ზემოქმედების კვალი ენდოსკოპიური კვლევითაც შევამჩნიოთ და ვიეჭვოთ რომ თუ დიარეას ვიკვლევთ და საფაღარათოების კვალს ვნახულობთ ესე იგი რაღაცასთან გვაქვს საქმე ესე იგი წამალს მოიხმარს ჩვენ და მალულად ჩვენგან მალულად რა ისე რომ არ გვეუბნება შეიძლება იყოს ძირითადად ისტორიაში არის ახლა როგორც წესი ამ დაავადებს ასეთ რამეს აკეთებენ ხოლმე საშუალო და მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები რა მაგრამ მაინც შეიძლება რა მაღალი ინტელექტს არ უნდა ქონდეს ადამიანს შეიძლება შეუსაბამობები გაეპაროს რა ისტორიაში და სხვა შორის ამახსენებას რომ ამზადებდი გამახსენდა რამდენიმე პაციენტი რომელსაც აი მიეჭვია ხო არ ხელოვნურად ხო არ იწვევს ამ დაავადებას რა ნუ რა თქმა უნდა ვერ დამიდასტურებია ეს ეჭვი იმიტომ რომ აცდენებია რაღაცა ლოგიკური რაღაცეებია აცდენებია ისტორიაში ერთმანეთისგან ერთ დროს სხვა არის მეორე დროს სხვა ლაპარაკი ბევრ რამს მიხედვით შეიძლება რა ეგეც ერთ-ერთი მინიშნება არის ექიმისთვის და ნუ ექიმების ხშირი ცვალებადობა და ჩანწერების დამალვა ხა ესეც რაც უფრო საქართველოს სამწუხაროდ ექიმები ჩანწერებს ამბულატორიაში ხშირად შეიძლება არც აკეთებდნენ მაგრამ ზოგადად ეს სიტყვად არ გამოურიცხავ რომ როცა უკეთებ პაციენტ ჩანაწერს თუ მსგავსი პაციენტია რომელიც ხელოვნურად ითამაშებს თავის დაავადებას სხვა ექიმს დარწმუნებულად ჩანაწერს შეიძლება არც არჩვენებდეს და ეუბნებოდეს რომ რა ვიცი რაღაც ჯავა შეხვდი ის რაღაც სეპირად რაღაცები მითხრა დავჭი უკმაყოფილო წავედი ანუ ეს ხშირი პატერნია რა მსგავს ტიპის პაციენტების რომ ბევრი ექიმის ცვალებადობა ვერავინ ვერ მიშველა ვერავინ ვერ დამეხმარა რა თქმა უნდა ვინც ასე იქცევა ყველა არნიშნავს რომ დაავადებას იგონებს გასტროენტეროლოგია სავსეა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით ქრონიკული მოუგვარებლით ასე რომ ექიმის ცვალებადობა საერთოდ არა გასაგურია არც საქართველოში არც მის მიღმა მაგრამ ვისაც აი ხელოვნურად გამოწვეული დაავადებები აქვს ისინი უეჭველი იცვლიან ხშირად ექიმებს რა ერთ ექიმთან ასე მთელი ცხოვრება ვერ არიან როგორც წესი ჩაგედილი წრე იქნება ძალიან ისეთი რა ამ დროს ძალიან ცუდი და საშინელი რომელიც აზიანებს ადამიანს და უყურეთ ხსამდე შეიძლება მივიდეთ სიმპტომი შეიძლება გამოიწვიოს ხელოვნურად მივიდა რაღაც ფაღარათი აქვს ადამიანს რა მიდის ექიმთან ამ დიარეის კვლევა არის უამრავი სისხლის ტესტები გეთდება განავლის ტესტები გეთდება ენდოსკოპიური პროცედურები გეთდება რადიოლოგიური პროცედურები გეთდება ექიმი ვერაფერს ვერ ნახულობს ეჭვობს ნეიროგასტროენტეროლოგიურ პრობლემას ნიშნავს მკურნალობები ეფექტური არ არის მე ნიშნავს სხვა მკურნალობებს მე სხვას ზოგიერთი დაავადების დროს ნიშნავს ქირურგიას პაციენტი ყველაფერზე მიდის ყველაფერს ეთანხმება თან არაფერი არ შველის ანუ ეს პროცესი შეიძლება ძალიან გაგრძელდეს ძალიან ანუ ყველაფერი ჩაიტაროს პაციენტმა რა რასაც ექიმი დაუნიშნავს ამ დროს პაციენტი შეიძლება მართლა გრძნობდეს დროებით შვებას რა ყურადღების ქვეშ არის მას ჭირდება ყურადღება რომელიც მიიღო და რაღაცა პერიოდი შეიძლება მისი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა დაწყნარდეს მაგრამ მე ისევ თავიდან იჩინოს თავი და ისევ წავიდეთ იგივე წრეზე
ისევ სიმპტომები გამოიწვიოს ხელოვნურად, მე ხა უკვე მივიდეს სხვა ექიმთან, იმის ერთი ექიმი მქონდეს ამოწურული, სხვა ექიმს უთხრას, რომ აგერ იმან ვერაფერი ვერ მიშველა და ეს ამ სხვა ექიმმა სხვა მკურნალობა დაიწყოს, სხვა ისა და სერიოზულ სარისკო რაღაცებს შეიძლება დათანხმდეს ადამიანი რა. ამ დროს უნდა ვიფრთხილოთ ექიმებმა ძალიან. ანუ ესპერე ხა არ არის ისეთი რა ხა რაღაცა რესტორატორები არა ვართ ხო რომ პაციენტი მოდის და მიაწოდო ყველაფერი რასაც ითხოვს ხო ეხლა მან ცოტა ექიმს თუ არ ჯერა რაღაცა მკურნალობს ის არც უნდა დანიშნოს ხა მიუხედავად პაციენტი რას მოითხოვს თუ არ მოითხოვს ეგ ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანი იქნება. ჩვენ როლი აქ არის რომ კარგად გამოვრიცხოთ ორგანული დაავადებები და ვიფიქროთ იმაზე რომ პაციენტს არ მივაყენოთ ზიანი. ამ ხელოვნურად გამომწვეული დაავადების დროს ძალიან დიდი რისკია იატროგენული დაზიანების. პაციენტს შეიძლება დავაზიანოთ სამედიცინო პროცედურებით, კვლევებით, მკურნალობებით, მედიკამენტური თუ ქირურგიული მკურნალობით. და პრინციპში კვლევებითაც რა, გააჩნია კვლევას რატომაც არა. ამიტომ რაც უფრო დროზე მივხვდებით ამას, დროზე უნდა რეფერალი ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან და რომლებიც ემოციურ ტრაუმას გაქექავენ და ნახავენ ერთი რა ტრაუმა აქვს ადამიანს. და მკურნალობის დაწყება უნდა რა ასევე ნეირომოდულატორებით იქნება ეს თუ twin-ზე მოქმედი სხვა წამლებით თუ თერაპიის ერთ-ერთი სახით კოგნიტური ბიჰევიორალური თერაპიით ამას უკვე ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი შეეცდებიან თვითონ იმას ისწავლენ. მაგრამ როგორი ამბავი ცით ექიმი მან დაი ძალიან ცოტა იარაღი აქვს რა. აი მეც ხო გეუბნებით გულწრფელად რომ მიმიტანია ეჭვი, მაგრამ ანუ ადამიანს უნდა უთხრა რომ ის იგონებს თავის დაავადებას რა. თან ეს უნდა გააკეთო ისე რომ არ იყოს არ შექმნა ესეთი რა კონფლიქტის საშიშროება რა რაღაცა ახლა იტყუები ადამიანს უთხრა ხო რა პრობლემაა ხო ტყუილი თან ის არ არის ანუ მან ტყუილი კი არ არის უბრალოდ ადამიანი ასეთ გზას პოულობს თავის რაღაცა მძიმე ტრაუმას რო გაუკლავდეს რა და უბრალოდ შენ შემოხვდი ერთ-ერთ ექიმად თორე არის მისი რაღაცა მძიმე ისეთი მძიმე ტრაუმა შეიძლება გაიქეკოს რო ჩაერევა ფსიქიატრი რო თმები ყალზე დაგვიდგეს რა ასე რომ ამ მოხსენებას ხა თუ მოისმენთ ისეთი არაპაციენტი ადამიანებიც დაუკვირდით რა ამკუთხეთ თქვენს შინაურებს, საყვარელ ადამიანებს, რომ თუ ატყობთ რომ რაღაცა ეს წითელი ნიშნები აქვს რა ძალიან ხშირად იცვლის ექიმებს, უყურადღებას ითხოვს, უისა აი ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად იტყუ თავის დაავადებას იგონებს და ხელოვნურად იწვევს. მაგრამ ისეც გაიაზრეთ თუ ბევრ არალოგიკურ რაღაცას ხვდებით და თუ ხედავთ რომ რაღაცა ეჭვot არ უმჯობესდება რა. კიდევ ერთხელ ამბობ ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემები, ტვინის და ნაწლავის ურთიერთობით დარღვევებით მიმდინარე პრობლემები მართლა ქრონიკულია, მათი გაქრობა მართლა წარმოუდგენელია და მართლა მუდმივია პრობლემები და პაციენტის მენტალური მდგომარეობა მართლა დარღვეულია, მაგრამ ეს აღნიშნავს რომ ისინი იგონებენ ჩივილებს, მათ მართლა აქვს ჩივილები. აქ საუბარი არის გამოგონილ ჩივილებს. როცა ადამიანი რაღაცას აკეთებს იმისთვის, რომ დააფეიქოს მთელი დაავადება. მაგ მნიშვნელოვანია რომ ეგ ვიცოდეთ განსხვავება რა. ბოლოს მინდა გითხრათ რომ რა თქმა უნდა აღიარება არის პირველი გზა რა. უნდა აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და დროულად ექიმი თუ უეჭვებს თუ ნათესავი იეჭვებს თუ მეგობარი იეჭვებს აუცილებლად რაღაცნაირად უნდა ადამიან ანუ აქ აღიარება არ ნიშნავს მარცხს რა და აღიარება არ ნიშნავს რომ ვიღაცა ტყუილში გამოვიჭირეთ და ეხლა რა საშინელი ადამიანია და პირიქით ანუ აქ არ ვუყურებთ ჩვენ ადამიანს გაკიცხვის კუთხით რა და იმის გამო რომ მატყუ არა რაღაცა ადამიანია. ადამიანს ვუყურებთ იმაში რომ ამას აკეთებს ამ სარისკო გადაწყვეტილებაზე მიდის წარმოგიდგენთ სისხლს უშვებს ძალით და რაღაცა სისხლს სვამს რომ შავი განავალი კონდეს და რა მხელა მასშტაბის ისტორიას იგონებს ხო ხვდებით რომ ეს მენტალური პრობლემა ასე უნდა შევხედოთ ამას რომ ეს არის არა მატყუ არა ადამიანის ქცევა მერკანტილური ადამიანის რომელსაც ადამიანების რაღაც პატივისცემა არა არამედ სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანების სერიოზული ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანის ქცევა რომელსაც ჭირდება დახმარება ანუ გასტროენტეროლოგის და სხვა სპეციალისტის არა ჭირდება მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტების დახმარება. აქვე კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი რომ ეს გაზიანი ნაწლავის სინდრომი და სხვა ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემები არაფერ შუაში არ არის ამასთან. იქ არ იგონებს პაციენტი არაფერს, მართლა ცუდად არის, ვის ცუდად ყოფნას აქვს ბიოფსიქოსოციალური ახსნა. მაგაზე ვილაპარაკებ არაერთხელ ამავე მომნეველი ტრაქტატის ფარგლებში. და გვახსოვდეს რა ექიმებს რომ
თუ ვიეჭვობთ იმაზე, თუნდაც ვერ მოვახერხოთ პაციენტის დოვის მოპოვება და ჩვენს ბლანწყულად დარჩეს მთელი ცხოვრება, ჩვენ სინდისთან მართლები ვიქნებით თუ ზედმეტ მკურნალობას და მით უმეტეს ქირურგიულ მკურნალობებს არ დავუნიშნავთ რა. იმიტომ რომ პაციენტს ხშირად უნდა ისეთ რამის მიღება, რაც მას დააზიანებს. და ჩვენ იმის ექიმები ვართ, რომ ეს არ დაუშვათ რა, რომ ჩვენი ჩარევების გამო დაზიანდეს ადამიანი. ეს იყო და ეს რა, რაც მინდოდა მეთქვა, რითიც მინდოდა დამეწყო ციკლი ამ იმეებით, πώς ვთქვათ, ხელოვნური ჩარევებით გამოწვეული დაავადებების შესახებ გასტროენტეროლოგიაში. კიდევ ბევრი საინტერესო მოხსენებით დაგიბრუნდებით, მოხსენების ფორმატები. დაახლოებით იგივე ფორმატი იქნება რა, მაგრამ ისეთ რა დიზაინის რაღაცებს მუდმივად შევცვლი ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა, წყაროებით მითითებულია, რითი აუწყო მოხსენება, ეგეც მითითებულია და ანჩენი გამოიწერეთ ჩემი არხი და მეტ გასტრო კონტენტს შევხვდებით ხოლმე პერიოდულად. დაახლოებით კვირაში ერთხელ მაინც კარგ ვარიანტში ვაპირებ ამ მოხსენებების ატვირთვას რა, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ. ნახოთ როგორ მომცემს მუშაობის საშუალებას ჩემი სამუშაო გრაფიკი. მადლობა დიდი.